თოვლის ზავები არის ერთ-ერთი ყველაზე რთულად პროგნოზირებადი და მაღალი რისკის შემცველი ბუნებრივი მოვლენა, განსაკუთრებით მაღალმთიანი რეგიონებისათვის. გარემოს ეროვნული სააგენტო ახორციელებს თოვლის ზავების საფრთხეების მონიტორინგსა და შეფასებას, განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს სამხედრო გზა, რომელსაც უკვე წლებია მემსახურებით. თოვლის საფარი ახლა არის აქ 156 სანტიმეტრი. ჯუჟუხელტეხილის ეს არის უდაურ კოპის გზის უმაღლესი წერტილი. ანუ ახლა ვაკეთებ თოვლის პროფილს და თოვლის შრების ანალიზს, რათა განსაზღვროს ასოცირების რისკის დონე. ამ კრისტალური ძაფის გამოყენებით თოვლის თითოეული შრიან ავიღებ თოვლის მცირე ნაწილს და გამანძილებელი მინის საშუალებით დავადგენ მის ფორმას და ზომას. სწორედ ამ მომენტში უნდა აღმოვაჩინოთ ის ზუსტი შრე, რომელიც წარმოქმნის თოვლის საშიშროებას. ამის გარდა არის სხვადასხვა ფაქტორები, ეს არის შენარჩუნების სუსტი ფენა თოვლის საფარში, ასევე არის ქარი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ძალწარმოქმნელი ფაქტორია, რომელიც ახდენს ახალმოსული თოვლის გადატანას სახლის ფერდობებზე და დამატებით დატვირთვას ქმნის ისედაც სუსტ თოვლის საფარში. მნიშვნელოვანია, რომ ეხლა ამ გზაზე რაც ვიმყოფებით, მაქსიმალურად დაცული იყოს როგორც ინფრასტრუქტურული ობიექტები, ასევე მოქალაქეებთან გადაადგილების უსაფრთხოება. თავარი გამოწვევები უშუალოდ გვხვდება ველზე, სადაც 24 საათიან რეჟიმში მუშაობთ რთული მეტეოროლოგიურ პირობებში. ეს არის ძლიერი ქარი, ყინვა და ასე შემდეგ. ასევე გამოწვევა დროის სიმცირე, თითოეული ჩვენ შეფასებას განსხვავებული მნიშვნელობა აქვს ადამიანთა უსაფრთხოებისათვის. და ასევე თითოეული შეფასებას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ახლავს თან.